ტელევიზორი ამ დრომდე არ აქვს მას და ალბათ უახლოეს მომავალში ექნება შესაძლებლობა რომ ბარათი დაუმზადდეს და შეიძინოს ტელევიზორი და პატიმრების რეაქციით გაიგო მაგალითად აი კვარაცხელიას გოლიო მივხვდი რომ გაიტანა პატიმრების რეაქციით შენ ხნა და შევშევში იქნება ყოველ დღეს გამომიყვანდნენ ღამის პირველ საათზე ფეხებით ჩამომკიდებდნენ რეშკაზე და მირთყავდნენ დუბინკებს ბევრჯერ ყოფილა ცხვირიდან, ყურებიდან, პირიდან წამომსვლია სისხლი. ესეთი სიტყვებიც მსმენია ჩემს მიმართ დააფსით ამის დედა ზედო. პირველივე ღამის შემთხვევაში ეს არის ელექტროშოკით და სიგარეტით დამწრობის ანუ ფიზიკური წამების ნიშნები. ვინ არის მეთქი ბიჭო? არ ვიცი. გააღო. აცივრის კარები და ორი მწარი იყო ამის ისმაფოვის მეთქი არ ვიცნობ და მოკიდეს ხელი ჯიგავ-ჯიგავით და დამაწვინეს მაცივარში. იცვალებულები იყვნენ პირველი მეორეზე და მესამეზე მე ვიწეკი. იქ დაახლოებით ალბათ 1 საათი ნახევარი გამაჩენეს. ესენი იდგნენ კარეთთან და იცინოდნენ. გამოიგე ბიჭო. გამოიგე. შემოტრიალდი ადექი გასორდი. შემოტრიალდი გასორდი მოწიე. მოწიე სიგარეტი. მე ერთ-ერთმა ბადრაგმა სთხოვა რომ ფეხზე მაგოც. და აი ამის ვარყოფის შედეგად ცემეს იმ დონეზე სანამ სისხლიდან პირიდან სისხლი არ გამოუვიდა და უკვე რომ ეგონა თუ ეს მკვდარი იყო ქამარი ეგრევე მოიტანეს რომ ჩამოეკიდებინათ ყოველ ოთახში სადაც ეს პატიმრები გაყავდათ იყო 9 ქამარი ჩამოკიდებული ანუ ქამარი რომლითაც თუ კი შემოაგდებოდათ ეგრევე ჩამოკიდებდნენ ქამრით კლაუდრეკ ცემაში ხუდიდან სულ სიციმოს გულისთვის ეკსიკაცი კლაუდა ჭხილების დაძრობა, კბილის დაძრობა, ნუ ცემა უმოწყალო და ხატების ჩამოგრეჯვაზე და რატო ლოცულობდა ამის გამო ცემა. მე რო შევედი სადაც საკანში სადაც შევედი, ისეთი ნაცემი იყო ერთი ბიჭი გატეხილი ნეკნს ჰქონდა გამოჭრილი ის რა ქვია. გამოვარდნილი ჰქონდა ნეკნი და არაფერი მარილიან ტიროსიდები. ხალხს ყრიდან შპონკების ქვეშ ცემდნენ, აშარდავდნენ თავზე. ხალხი დააინვალიდეს. ეს თავი მოსულ. მოდიო ხარები რაიც. ისარი ადგილი. ყველა ცემდნენ თელ კორპუსს. ანუ სულ ერთი იყო დამნაშავე, არადამნაშავე 19 წლის ბავშვი 65 წლის პატიმარი ამას არ ქონდა არანაირი მნიშვნელობა მაგენისთვის.